ბურჭულაძის კომენტარი იყო, რომ ეს იყო გამარჯვება. ანუ 4 ოქტომბერიო არის გამარჯვება. უბრალოდ ჯერო ძალიან დასტრესილები ხართო. ვერ ვატყობთ. და ჩილავდითო და მე რომ ეს გამოცდილება გვაქვს, რომ რაღაც 1-2 დღე დაიწყება ამ რაღაცა ტრაურის მერე ისევ რაღაც ახლიდან რომ აბა მეგობრებო წავედით და თავით შევვარდეთ და გავიმარჯვეთ და ყველაფერი კარგად იყო და ეს ნაცები და ეს მთელი რა ვიცი რაღაცა კოლექტიური ის მართლა რა ვიცი რა სიტყვით მოიხსენი აღარ ვიცი რა ეს რაღაცა ჩვენი პოლიტიკური კლასი ვითომ ოპოზიცია ხო რომელიც რაღაცა ჩვეულებრივი სუსის პროვოკატორის ფუნქციას ასრულებს ეხა ამ მომენტში რაც გააკეთა მაგითი შენ როცა ამ ადამიანების კრიტიკას იწყებ რომ გამოდიან და გელაპარაკებიან რომ იცი რა არის ეხლა კოცების კრიტიკა და ფოკუსი გაასწორეთ და რაღაცა ისევ მიშა უნდა შევცვალოთ ამ 12 წლის მერე საქართველოს მოქალაქე პოლიტიკის პროცესში არ მონაწილეობს ის გეგმას 4 ოქტომბერს საიდან გაჩნდა უამრავი ადამიანი დგას რუსთაველზე ყოველდღიურად და ბევრთან მისაუბრია და მათ საერთოდ არ ქონიათ ეს იდეა. საიდან გაჩნდა? ანუ ვიღაცამ დაამღერა სადღაც, ხო? ანუ ისიც კი ვინც ავანგარდშია და ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ისევ რუსთაველზე დგას. იმასაც კი არავინ არ ახედებს 4 ოქტომბერი როგორ მოფიქრდა. ეს ადამიანი მონაწილეობს მხოლოდ შედეგების მიღებაში. ანუ ის მხოლოდ იწვნევს იმ გადაწყვეტილების შედეგებს. ის გადაწყვეტილების მოფიქრებაში არ მონაწილეობს. და სანამ ქართული პოლიტიკური პროცესი ასეთი იქნება, ასეთ შედეგებამდე მივალთ. ანუ ამის მართლა ძალიან გაბრაზებ მე მხოლოდ მაგნაწილზე ვბრაზდები რა საერთოდ არ მიყვირს კაცო ეხა ლევან ხაბეიშვილი და ურთაზოდელა თლიანობაში ეხა რაც იფუთება კიდერ ის შეფუთვაც და მცდელობა მიდის რომ როგორ შეიძლება ხა ეს ხალხი ანუ ბოლოს და ბოლოს ციხეშია და არ უნდა ილაპარაკო რა ისე დგება საკითხი გეგონება მხოლოდ ის ანუ ეს ადამიანები ანუ რა ბირჟაზე ხო არ ამ საკითხის წამომწყებები პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარ ციხეში ყოფნაზე ან თავისუფლებაზე ესეთი გაუქმებელი ფარსი აზიანებს ყველას და სინამდვილეში ციხეში შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტება ამითი გამართლებული თავგადასული აგრესია ახლა ხო რეჟიმის, ვისაც გადაწყვეტება ამაზე პასუხისმგებლობა რომ მოვითხოვოთ ჩვენ მე მგონი გვაქვს სრული უფლება და ძალიან ვარ ამაზე მეც გაბრაზებული ხა უბრალოდ გაბრაზებული ანუ ისევ ანუ რაღაც მომენტში საკუთარ წინააღმდეგობაზე ვარ ასევე გაბრაზებული, რომელსაც რაღაცნაირად უნდა სულ რომ სჯეროდეს აი ამ ფარსების რა. და მგონია რომ ძალიან რაღაცა აი ამ ადგილიდან ვართ ამოსაზრდელები რა. მედიებმა უკვე გუშინ რომ ვითომ ვიღაცებს პასუხი მოთხოვეს რომ იქ რატო არ იდექი და იქ რომ იჭერდნენ სად იყავი ანუ ეგ კი არ არის საკითხი ანუ დღესვე შეიცვალა ისევ რაღაცა ეს ნარატივი იქით რომ ეს იყო რაღაცა სახალხო ბუნტი რა თუ სახალხო აჯანყება ხო და რა სახალხო აჯანყება ანუ რა ტვინი დაგვიმუშავეს არა არის დასათმობი რა ანუ დღეს აი მართლა მაგას ვფიქრობ